საფრანგეთში ქალაქ ნიცაში გაეროს ეგიდით ოკეანეების შესახებ რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანია ქვეყნებმა აწლეულების განმავლობაში გაცემული დაპირებები რეალურ ქმედებებად აქციონ. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიცაში გუშინ ჩავიდა, სადაც მან სიტყვით მიმართა იქ შეკრებულ დელეგატებსა და მეცნიერებს. Si on est un peu près lucide, on est à un moment. თუ კი მეტნაკლებად ობიექტურად შევხედავთ ვითარებას, დღევანდელ დღეს მეცნიერება ჯერ კიდევ დამოკიდებულია ამერიკულ დაფინანსებაზე, რომელიც ნელ-ნელა მცირდება. დღევანდელ დღეს ბევრი ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მულტილატერალიზმს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საზოგადოების ზოგადი პრიორიტეტები, მაგალითად კლიმატთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთშიც. ზოგი ამბობს, რომ ეს აღარ არის პრიორიტეტული საკითხი, მაგრამ ჩვენ საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ. Y compris d'ailleurs en France, faut être lucide. On dit c'est plus la priorité, passé, y a rien à voir. ფრანგულ რივიერაზე ამ კვირაში ათასობით დელეგატ წელიან, მათ შორის სახელმწიფო მეთაურებს, მეცნიერებსა და გარემოს დამცველებს. ჩვენ აკვართ საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში, გაეროს ოკეანის კონფერენციაზე, სოფლიო ოკეანის დღეს და ვიმედოვნებთ, რომ გაკეთდება რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება. წლევანდელი დღის წესრიგის მთავარი თემა დიპლომატიური ძალისხმევაა, რომელიც ღია ზღვის ხელშეკრულების რატიფიცირებას უკავშირდება. 2023 წელს მიღებული ხელშეკრულება პირველად მისცემს ქვეყნებს საშუალებას საერთაშორისო წყლებში შექმნან საზღვაო დაცული არეალები. ღია ზღვის ხელშეკრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ შევძლოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა ოკეანეში, რომელიც პლანეტის ნახევარს მოიცავს. არსებობს კანონი, რომელიც გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ახლა ჩვენ ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის კრიზისის შუაგულში ვართ. ოკეანე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედამიწაზე კლიმატის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიცოცხლისთვის. სწორედ ოკეანე წარმოქმნის ჟანგბადის 50%-ზე მეტს, შთანთქავს გამოყოფილი ნახშირორჟანგის 30%-ს და ასევე იჭერს ემისიების შედეგად წარმოქმნილი ჭარბის სითბოს 90%-ს. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანსაღი ოკეანის გარეშე კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება.